კიო, რადგან ახლა ამ თემაში ვარ, ბარემ ერთი ესეთ კითხვასაც გავცეთ პასუხი. კიოს მოწმეებს გავცეთ პასუხი, აი. მაგალითად, მათ ნათარგმნ ბიბლიაში წერია ესე. გამოეცხადა ამ მაპოვანში უფლის ანგელოზი იყო გამოეცხადა მოსეს და იმათ ნათარგმნში წერია ესე გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი. ეს იეჰოვას ანგელოზი, უფლის ანგელოზი, რომ ეს უფლის ანგელოზი თეოფანია და თვითონ ქრისტეა. აი ამას რო გავცეთ პასუხი, რომ ღმერთია. ძველ აღთქმაში ღმერთი გამოცხადება ხდებოდა უფლის ანგელოზის მეშვეობით. ებრაელები არ ამბობენ სიტყვა იუთხე ვავხი ღმერთის სახელი რომელიც არის და ეს ნათარგმნია როგორც უფალი, ბერძნულად კირეოსი. მაგრამ ებრაულში არის მალაქ ლადონაი. უფლის ანგელოზი ხდება მალაქ ლადონაი, მაგრამ ისო თქვა იეჰოვას ანგელოზი ეს არა შეცდომა, სწორია, მაგრამ ეს იგივე იესო ქრისტე თავად. ხო, დაი მე ისევ მათ ბიბლიაში მეოთხე თავში ვტყვია, მეხუთე მუხლიანი, რათა დაიჯერონ, რომ იეჰოვა მათი მამაპაპის ღმერთი, აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი გამოგეცხადა. ანუ ესე იგი ღმერთი გამოგეცხადაო ეუბნება მეოთხე თავში და მესამე თავში იეჰოვას ანგელოზი გამოგეცხადა. ხო, მაგათი თარგმანი, მაგათ თარგმანზე მე ვერაფერს ვერ გეტყვი. ორიგინალში მასე არ წერია. არა, ისე გამოდის, რომ ღმერთი გამოეცხადა. ხო, ღმერთი გამოეცხადა, მოსოს ღმერთი გამოეცხადა. იეჰოვას ანგელოზი. უნდა შევთანხმდეთ უკვე ძველ აღთქმაში ნახსენები, სადაც ნახსენებია უფლის ანგელოზი, ეს ყველა თეოფანია, სადაც თეოლოგები და რაბინებიც ამბობენ, ამას ის იგივე ღმერთის მოქმედება ამ ანგელოზის მეშვეობით. თეოფანია ეს ამას ღმერთის გამოვლინება ხდებოდა. ანუ ის თავად ღმერთი